ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ღამის რეისით საქართველოს მოქალაქე ჩამოფრინდა. ის 61 წლის ქალია. საზღვარი გადმოკვეთა, გაიარა შემოწმება და მალევე მისი საეჭვო ხელბარგი დეტალური დათვალიერებისთვის სპეციალურ ოთახში გადაიტანეს და გახსნეს. ამ კადრებში 420 ტრამადოლი ჩანს. ნარკოტიკის 61 წლის ქალს მცირე ზომის ჩანთაში ჰქონდა დამალული. ჩამოფრენილ მგზავრს სამართალდამცველებმა ხელბორკილები აეროპორტშივე დაადეს. საბაჟო გამოშვება პუნქტ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მებაჟე ოფიცრების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. მისი ბარგისა და ხელბარგის დეტალური დათვალიერების შემდეგ აღმოჩენილი იქნა 420 აბი ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მედიკამენტები. საქმე შემდეგი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს გადაეცა.